შემდეგი ინსტრუმენტი არის სურათების ფოტორედაქტორი. სურათები როგორ დავარედაქტიროთ. აი, ასეთი ლამაზი კოლაჟიც გავაკეთე. ყველაფერი ერთად ჩავდე. დავიწყოთ აბა, მოდი გადავიდეთ ყველა ამ გვერდზე. ამ საიტზე მუშაობას რეგისტრაცია არ ჭირდება. მოვძებნოთ რამე სურათი. ბმული ხომ ჩაგიგდეთ, დააწყაპეთ მაგ ბმულს და ნახეთ აქ არის სამი ვარიანტი. ფოტორედაქტორი, ფოტოკოლაჟები და ფოტოხელოვნების ნიმუში. დავიწყოთ პირველი, ფოტოედიტორი. დავაწყაპებთ ამას. თუ პანჯარა გამოვიდეთ, ჩახურეთ და აი აქედან უნდა ავტვირთოთ სურათი. თუ გინდათ Facebook-იდან ატვირთეთ, თუ გინდათ თქვენი დესკტოპიდან. ჩემი დესკტოპიდან ავტვირთა სურათს. პირველი, ეხლა რაც მაქვს გააქტიურებული დაბლა ინსტრუმენტებში არის ზომის შეცვლა. ნახეთ, ზომებს ვცვლით აქედან. აი აქ შემიძლია შევცვალო სიგანე და სიმაღლე. აქ შემიძლია ჩავწერო მაგალითად 520 და დაპატარავდება. მოდი ისევ დავაყენებ 600-ზე. ამან არ მოგატყუოთ, ეს არ არის ზომის შეცვლა. ეს არის თვითონ სურათის ახლო ხედით დანახვა ან შორიდან დანახვა. პროცენტებია ესა. ეს არ არის ზომის შეცვლა. ზომის შეცვლა არის ამათში უნდა ჩაწეროთ სხვადასხვა სიდიდეები. თუ პატარა შეგიძლიათ დიდი რიცხვები ჩაწეროთ და გადიწყდება. თუ ეთანხმებით მწვანე ღილაკს უნდა დააწყაპოთ, თუ არა და X უნდა დააწყაპოთ. კომპიუტერიდან რომ ავტვირთოთ. თავიდან დავიწყეთ აბა. Upload image. დავაწყაპებთ. ავტვირთავთ სურათს, მოვნიშნავთ open, აიტვირთება. პირველი არის ზომის შეცვლა გაჩვენეთ, მეორე არის მოჭრა. აი თუ კი გინდათ მოჭრად, შეგიძლიათ დააყენოთ ჩარჩო რამ ხელაზეც გინდა მოჭრად და ამ მწვანე ღილაკს დააწყაპებთ და მოიჭრება. მაგალითად მოვჭერი, აი დაპატარავდა. ეს აღარ მინდა და ნახეთ, არც ის მინდოდა მომეჭრა, ამიტომ უკან დაბრუნებას მივცემ. გადავდივარ შემდეგზე. Rotate მობრუნება. ეხლა ნახეთ, შემიძლია ასე მოვაბრუნო სურათი, რაღაც დიაგონალურად დავაყენო, ან პირიქით ასე მოვაბრუნო. როგორც მინდა. თვითონ სურათი როგორც ჩაეტევა, ისე აბრუნებს. ზოგჯერ ხომ არის სურათი, რომ ოდნავ გინდათ გვერდულად ახართ და გინდათ გაასწოროთ ამ პირიქით. შემდეგი არის სიკაშკაშე. კონტრასტი. მე უბრალოდ გაჩვენებ და თქვენ მერე დააყენეთ როგორც გინდა. და saturation. გადავდივართ შემდეგზე. round. წინას არ დავეთანხმე. round ნიშნავს კუთხეების მომრგვალებას. ნახეთ? აბა დააკვირდით როგორ ამრგვალებს. აქ როგორი ჩარჩოც გინდათ, გინდათ ცისფერს აირჩევთ, გინდა წითელს აირჩევთ, გინდა ყვითელს და გინდა სულაც გამჭვირვალეს აირჩევთ. თუ კი გინდათ სურათი ამ სახისა იყოს. შემდეგი ფერები წითელი რომ ჭარბობდეს ის გინდათ, მწვანეც რომ ჭარბობდეს ის გინდათ, თუ ლურჯი რომ ჭარბობდეს, ანუ ფერების დაყენება როგორც გინდათ. შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ფერები. შემდეგი სიმახვილე რაოდენობა, ნახეთ როგორ ძალიან გამოკვეთა ყველა ხაზი, ყველა წერტილი.
ვიცი თუ მოგეწონებათ ეგეთ სურათები შეგიძლიათ აჩვენოთ. შემდეგი დაბლარვა, ბლარი. ნახეთ? დაბლარული სურათები ხომ გინახავთ რაღაცის დამალვა რომ უნდათ ხოლმე. სხვათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სურათები რომ არ გამოაჩინოთ ხოლმე იმისთვის. აი აქ შეგიძლიათ დაბლაროთ სურათები. და ბოლოს ვნახოთ აი ესეთი რაღაც სინათლეების დამატება. ჩრდილები გამოაჩინა. და თუ შენახვა მინდა, აი აქ დავაწყაბებ, შევინახავ ამას. ეხლა ვაგრძელებ, ნახეთ ეფექტები, დაბლა. ეფექტები დაათვალიერეთ თქვენ თვითონ. იყოს ეს დავეთანხმე. შემდეგი არის ტექსტურა. ნახეთ რას აკეთებს. ასეთი ტექსტურის რაღაცა დააძველა თითქოს სურათი. შევინახავ ამას. შემდეგი ჩარჩოები. როგორ ჩარჩოში გინდათ რომ ჩაისვას სურათი. ნახეთ რაღაც ესე გაცვეთილი თითქოს. ხომ არის სიძველის ეფექტი რომ ისცენ სურათს. ეს არ მინდა. შემდეგი ტექსტის დადება. ნახეთ აქ შემიძლია ნებისმიერი ტიპის ტექსტი ავირჩიო. მაგალითად აი როგორი. ასეც ავირჩევ. აი ამას ავირჩევ და აქ რო დააწერა, ეხლა მე ჩავდგები და შიგ დავწერ ტექსტს. ნახეთ ეხლა ეს ტექსტი რომ დავწერ, ეხლა თუ აქ შევცვლი ჩანაწერს, ისიც შეიცვლება, რომელიც მომეწონება, იმას დავტოვებ. აქვე შემიძლია ფერიც შევცვალო. დაუშვათ ლურჯს ავირჩევ, ლურჯი არ გამოჩნდა. ცოტა რაღაცა ასეთ ღია ფერს ავირჩევ. ხო, აი ფერების რეგულირებაც შემიძლია ამის საშუალებით. და დავეთანხმები ამას, თქო, მანამდე შემიძლია აი ეს ცოტა მაღლა ავწივან, მოვაბრუნო. ოდნავ მოვაბრუნო. დავაწყაბებ დიახ. შემდეგი რაღა დავსვე კლიპ არტი. ანუ თუ გინდათ რამეები დაადოთ ამაზე, შეგიძლიათ მაგალითად რამე ბუშტები ან ჭიქები და ნახეთ მისალოსთან დაკავშირებით უამრავ სხვადასხვა ემოციას ნახატებს გამოგიტანთ. აი ჩასვეს. თუ არ მინდა წავშლი, მოვნიშნე delete.
მას შემდეგ რაც სურათი დავარედაქტირე, ნახეთ save. ამითი ჩამოვტვირთავ. აქ არჩეულია ეს JPG სურათი. ჩამოვტვირთე ჩემს კომპიუტერში, დესკტოპზე. ჩამოვტვირთე ჩემს დესკტოპზე.